მოგესალმებით, მეგობრებო, კაცებო, მამებო, ძმებო, მოგესალმებით, დედებო, დებო, შვილებო, ღმერთი გხარავდეს. ქალაქი ქუთაისი. შეგვეციოს უფალი, მამა, ძედა, სულიწმინდა. შეხედეთ რა აქვს გაკეთებული. მერე ამბობენ რომ ილანძღები და გოდებებს ნუკითხულობ. შეხედე რა უქნენ ჩვენ ბაღს. შეხედეთ ხალხო. გააწყავეს. ტოტები აჭრეს სლად. 1-3 მეტრზე 4 მეტრზე ყველა ხეს ააწყავეს ხეები, დედა უტირენ ბაღს. შეხედეთ. დედა უტირენ ჩვენ ბაღს. დიდხანს ვიქნებით ასე დადუმებულები? ოჯახში შემოვლენ სულმალე თავისი ცოდვებით. შეხედე რა უქნენ ბაღს. ვიღაცა იტყვის ახლა არაფერი არ არის, მაგაში ცუდიოდა. ბიჭო, ეგი არ არის ცუდი. აბა რა არის ცუდი? შეხედე ხეებს რა უქნეს. დააგვიდით ხალხო რა უქნეს. ეგ დები იშხნელებია. ტოტები ხო 1-3 მეტრზე აქვს 4 მეტრზე ყველა ძირიდან აჭრილი. რო ანტენები 5 ჯიმრო იოლათიაროს ბაღში. ადრე ბაღში სავსე იყო ჩვენი ბაღი. ფოთლებით შეხედე რამდენი ხეთყი იყო, იქ არ მოჩანდა არაფერი. ასე ვერ გაიხედებოდა. შეხედე რა უქნეს ბაღს. შენ რამდენი როგორი რაფერ დააჭერენ ხებს, ტოტები დააჭერენ, რამხელა ტოტები დააჭერენ. იცი 5 მეტრიანი, 3 მეტრიანი, 6 მეტრიანი ტოტები დააჭერეს. დედა უტირენ ჩვენ ბაღს. უკვე ხო არის 1-8 თვე რო არემონტებენ. უფრო მეც კიდე გვაწამებენ, ეგენი. ბაღი ბაღად აღარ დარჩა. შეხედე დედა უტირენ, იქ სასაფლაო იყო ადრე ჩვენი ქუთაისის. შეხედე რა უქნენ ბაღს. შეხედეთ რა უქნეს ბაღს. გაატყავეს ბაღი. ხეები გაატყავეს ამ სადისტებმა. მუშებს კი არ ვერჩევ, მუშები მონები არიან, საწყლები, ეშმაკის, მაგრამ მთელი სახელმწიფო ვართ, ამის ანადრესი, მთელი სახელმწიფო. სათავედან მოდის ეცოდვა. ხალხს მუშებს რას ვერჩევს, რომელები არიან, მე რა ვქნაო, მეუნებიან. უთხარით ჩვენ უფროსა გავჩერდებით, რა უთხრა მაგენს რა უთხრა მე? მუშები რა შუაში არის? თვითონ ჩვენა ვარ შუაში, თავი, ჩვენი თავი, ეშმაკი, მივყიდნენ თავის დროზე ეშმაკს. საბჭოთა კავშირი რო დაგვინგურიეს ამ კუდიანებმა, ამგენმა. კერძო საკუთრება ხალხო ეშმაკის არის, მიხვდით ეგ თქვენ ქრისტიანობს თვითონ ამაზე მართლმადიდებლებად რომ მიაჩნიათ თავი და ქრისტიანებად. რასეონება ქრისტე. ახალგაზრდა ბავშვი რომ იყო, ყველაფერს ვასრულებ, უფალო, მეო. ყველაფერს ვასრულებ, მე უფალო. ხო და? ცათასასუფეველს თუ დავიმკვიდრებოდა რა უთხრა უფალმა. რო იცოდა მდიდარი რო იყო. გაეცი ღარიბებზეო და ამომიდექი გვერდში და ნახავ ცათასასუფეველს და დაღონდაო. იმიტომ რომ მდიდარი იყოო და ვერ შეელია სიმდიდრესო. ეს არის კაპიტალიზმი ხალხო. გაიგეთ? სანამ ქვეყანაში მილიონრები ვეყოლება, მილიარდელები სოდვები არიან, განა მე მაგენზეც არ ვლოცულობ, ეშმაკმა დაიპყრო მათი სულები. გაყიდენ თავის დროზე მათმა მამებმა ქვეყანა ეშმაკს მივყიდეთ ხალხო. ადრე სახელმწიფოსი იყო ყველაფერი, კერძო საკუთრება არ იყო. ეგი მართალი სწავლება, ასეთ ქრისტიანს არ აქვს უფლება კერძო საკუთრების. რაის მილიარდები უნდა გქონდეს ჩვენ მითხარით ერთი. რაის მილიარდები ჩვენ გვერდით შეერები არიან ირგვლივ ხალხი. გააძღედა მე რაც გინდა აკეთე. ლაზარე და მდიდარი რო არის, იმის ანადღეში ვარ ზუსტად. ვიღაცას მილიარდები აქვს და გვერდით მათხოვრები არიან ხელგამოწვევი. გავივლი ახლა აგე რა წინდა ქალაქში ვარ ცენტრალურ ბაღთან. აგე რო გავიარო გზაში ერთი 7-8 პროფესორი ან ყოფილი ასაკიანია და მათხოვრები ზიან ხელგაწვდილი. ამობედურების გამო, ნამოხვანის გამო ციხეში გამიშვენ და გოდება მომივიდა მაშინ მე. გოდება მომადგა მაშინ და დაუძახე იზოლატორში იმას რა ქვია. ნუ ვინც არიან და ბადრაკი ხო მომიტანე ის თქვა რა ქვია, პასტა და ფურცელი თქვა ხო და რაღაცის დაწერა მინდა თქვა ირაკლი პასტა წავიდა, გაიქცა, როგორ არ გაიქცო და ის ყველგან ცემენ. ვიღაცა კი არა ვარ, მადლობა უფალო ამისთვის. მადლობა ჩემი ქუთაისი კიდე მიცავს ამ ბოროტებიდან. ხო და ისო რა ქვია, მოგიტან ეხლავეს ირაკლიო. ხო და წავიდა და ფანქარი მომიტანა, არ ხონდა იგე რა ქვია. პასტა. და მაშინ მომადგა მე გოდება გაბრაზებული, გამწარებული, აგერ ქვეყანას ვიცავდით, რამდენი დავდიოდით მიტინგებზე, იმაზე რომ არ მომხდარიყო, რა ქვია, ნამოხვანში.
ნამოხანში ხალხო საიდუმლო კასრებია, უფრისდროინდელი გზებია იქანე მიწაში. კილომეტრებისეული კასრები არ და იმის ამოვსება უნდა წყლით ამ სატანებს. იმიტომ უნდათ ნამოხანში იმის აშენება. წყალსაცავის, გაიგეთ? ჩალპობა უნდა ჩვენი ძვლების, წინაპრების. მიხვდით? ღმერთო არ მოგვასწრო მაგას. ამ მომივიდა ეს გოდება და დავწერე ეს გოდება ჩვენ მთავრობაზე იყო ეს გოდება. ჩვენ პრეზიდენტებზე, ჩვენ ექიმებზე, ჩვენ მართველებზე, ყველა ვინც ქვეყანას მართავს. ყველა მაგ მესვეურზე მქონდა ეს გოდება მე. და დავწერე და შენახული მაქვს მაგოდებას. კი არ გადამიგდია, მაგრამ აგერა მაქვს გულში. მახსოვს ყველაფერი რაც მაქვს დაწერილი. მოისმინეთ ეგოდება. როგორი გოდება მქონდა. უფალო ვიამბორები შემფეხთა სავალს. დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა, ყველა ძალოვანი მამხილებინე აღვირში მამები, ხვამსა ზედა ამცხრია მათი სულები, აგზობინე ტანჯო ამირანისა, ღალატი ცოლისა, ღალატი ქვრისა, ჩვილთა ტანჯო ოჯახებში მათთა ძეთა, დაე იგზნო ღმერთი ყოველისა სამეფოსა, კანდელი უბნელე სოდვისა, ცეცხლი მოხვიე სულებსა, მაცა ღმერთს განდგომილსა, ღვენთე მათი ძარღვები. აბღავლე უფალო მტერი შენი, შეგვიბრალე ღმერთო ნუქტანჯავ ამურჯულოთა ქართველთა, სული შენი ძალი შენი მოგვეც ღმერთო, რათა ასპიცა სული დაიძლოს და განდიდეს სახელი შენი. მათი თესლი, ვასილისკევს მოდგმა მათი, გაწყვიტე ღმერთო, ცესხლით, ჭირით, კუპრით, დამატლე მათი ნაღვირალი. მოდგმა მოუნანიებლისა, პრემიერისა, ამინ. მოდგმა მოუნანიებლისა, დეპუტატებისა, დანამებისა, მოდგმა მოუნანიებლისა, თურნავებისა, მოდგმა მოუნანიებლისა, მოსამართლისა, ტყუილი წონისა, მოდგმა მოუნანიებლისა, ექიმისა, ფიცტეხილსა, მოდგმა მოუნანიებლისა, გაპარსულისა, ღვთლისა და ყველასა განდგომილსა მართალსა, ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით, წყემსად ქვეყნისა, საქართველოსა, იციან, ესმით, ხედავენ და ჩადიან ბოროს. აი ეს გოდება მომივიდა, მქონდა მაშინ მე ქუთაისის იზოლატორში. როიცოდეთ, პრემიერიც ემსახურება დღეს. ძალაუნებურად ემსახურება ეშმაკს, უნდა თუ არ უნდა, იმიტომ რომ წყობა ასეთი ხალხო. ჩვენ ყველა ერთად თუ არ სტალინმა თავის დროზე დიდრები რო ხავდა საქართველოში რო ჩამოვართვა ქონება. რო ჩამოვართვა ქონ თავიდან ჩხუბობდნენ ისინი და მერე ხო? მერე მადრობელები იყვნენ უფლის. ბევრი არა ესეთი მაგალითები, ბიჭები მიყვებიან. მე ბაბუაჩემი გააკულაკესო, მაგრამ მერეო ხო მაინც ლოცავდა სტალინსო. წარმოგიდგენია, იმიტომ რომ შეპყრობილები იყვნენ ავისულით. გაიგეთ რა შეასაქმე? სიმდიდრის სულით იყვნენ, ეშმაკის სულით იყვნენ შეპყრობილები, ის მილიონრები, მაშინაც ხო იყვნენ ფულიანები. და სტალინმა ყველაფერი სახელმწიფოში წაიღო და ყველასთან ცდილობდა განაწილებას ყველაფრისას. გამიგეთ? და კი ვიყავით პირველები ქუთაისის ხელა ქალაქი ხალხო ქალაქის სიდიდით არ ვიძახით, მაგრამ ჩვენ რო ქარხნები და ზაოდები იყო ხო? იმდენი ზაოდები რუსეთის დიდ ქალაქებში არ იყო ხალხო. მარტო ლიტაფონის ქარხანა ორი იყო, ჩემი მამაო საქართველოს უხუცესი მამაო იყო, მამამოსე. პატრიარქო პირველ წოდებულად უწოდა, პირველი მამაო ხარ შენ საქართველოში, ჩემი მამამოსე. იგი მიყვებოდა მე ამ ამბებს. ლიტაფონის ქარხანა ორი იყო სულ საქართველოში, ერთი ქუთაისში იყო და მეორე იყო იმაში, რა ქვია, ლენინგრადში. წარმოგიდგენია, დედა გვიტირე. დაგვანგრევიან ამ კუდიანებმა ქვეყანა. ჩემს უკან იქეთა ისა, რა ქვია, გორის პარკისკენ ასასვლელი გზა და მოედანზე ვარ კიდე. წარმოგიდგენიათ რა გვიქნე? იქნება ღმერთმა გაგვაერთიანოს, ვილოსოთ კაცებო, ვიმარხულოთ, წვერი მოუშვით, ხალხო მარხვის დროა. ჩვენი შვილები, შიშვლები დადიან, განახებთ ახლა როგორ დადიან ქალები, აგერ ბავშვი მოდის, ტრაკი და გვამზე ძარღვები მოუჩანთ. სირცხული ჩვენ კაცებს განახებთ, ახლა ზურგით განახებთ. ქალი აღარ მოგინდება, ამგენი შემხედვარი. განახებთ რას დავემსგავსეთ ჩვენ, განახებთ ახლა. სირცხული ჩვენ კაცებო. სირცხული ჩვენ კაცებო. ადრე ბოზებს ხვენოდა ხალხო. ბოზებს ხვენოდა მოკლეკაბით სიარული. ბოზებს ხვენოდა ადრე მოკლეკაბით სიარული. დღეს რას დაგვამსგავსეთ? ვერ უყურეთ სატანამ რა გვიქნა? არ გებრალებათ შვილები? არა ცოტა რო დათვება, მე ხშირად ვარ ქალაქში.
ხო და ნელა-ნელა გავიდეთ და უთხრათ ამგეს ასე უდადი ხარ თქვა. ნელა-ნელა დავიწყოთ ჩვენ ქუთაისს მაინც მივხედოთ. დანარჩენს უფალი მოაწყობს იმედია ყველაფერს. კარგით აბა ჯვარი იყოს ჩვენი მფარველი. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ქუთაისი ცენტრალური მოედანი კარგის მებო დებო მიყვარხართ დროებით. კარგად